უკრაინაში ომის დასრულება შტატების პრეზიდენტი ერთ-ერთ მთავარ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად ასახელებს და ამ მიზნის მისაღწევად სხვადასხვა ზომას განიხილავს. დონალდ ტრამპი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს იმუშაოს ომის დასასრულებლად, რასაც დღეს მოსკოვიდან შემხედრი გზავნილი მოხდა. რუსეთი მზადყოფნას აცხადებს გაიმართოს მოლაპარაკებები, თუმცა მისი მთავარი პირობაა უარი თქვა ნატოში უკრაინის გაწევრიანებაზე. პარალელურად უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დანაკარგების მიუხედავად ჩრდილოეთ კორეამ რუსეთის დასახმარებლად შესაძლოა ისევ გაგზავნოს სამხედროები. გივი ბარამიძე დეტალებით. რუსეთის საოკუპაციო არმია უკრაინის ტერიტორიაზე სულ უფრო მეტი ტერიტორიის დაკავებას ცდილობს. განსაკუთრებით რთული ვითარება დონეცკის რეგიონში, სადაც რუსეთმა კიდევ ერთი დასახლებული პუნქტი დაიპყრო. რამდენიმე 100 კილომეტრზე გაშლილ ფრონტის ხაზზე ბოლო დღის განმავლობაში 80-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა. ორივე მხარე მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის და სამხედრო ტექნიკის დიდ დანაკარგებზე საუბრობს. ეს ქალაქი პოკროვსკია დონეცკის ოლქში, რომლის აღებას რუსეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, რადგან რეგიონის ადმინისტრაციული საზღვრიდან დაახლოებით 10 კილომეტრში მდებარეობს. ომის დაწყებამდე ქალაქში 60,000 ადამიანი ცხოვრობდა. ახლა კი დაახლოებით 7,000 მოსახლეა დარჩენილი. უკრაინის არმიაში ადასტურებენ, რომ პოკროვსკის მიმართულება რჩება ყველაზე ცხელ წერტილად მთელ ფრონტზე. სულ უფრო ხშირად ვარდება ჭურვები ქალაქის ცენტრში. ჭაღები და ფანჯრები ხმაურობდა. ჩამოვჯექი და გავიფიქრე, ღმერთო შემიწყალე. მე ამჯერად გადავრჩე, მაგრამ ეს ხდება ყოველდღე. ბედნიერი ხარ, რომ ეს დღეც გავიდა და შემდეგ ღამე. ასე ვცხოვრობთ. ფრონტის ხაზის მიღმა რუსეთმა უპილოტო აპარატებით მიიტანა იერიში კიევის რეგიონზე. თავდასხმის სამიზნე საცხოვრებელი კორპუსი და რამდენიმე კერძო სახლი გახდა. კამიკაძე უპილოტო თვითმფრინავებით თავდასხმას კიევის რეგიონში 3 ადამიანი ემსხვერპლა. ჩემი ბინა მეოთხე სართულზეა და კედლისკენ მეძინა. იმ ფაქტმა, რომ ჩემი აივნის კარი დაკეტილი იყო, ნამსხვრევებისგან გადამარჩინა. საპასუხო ზომებს იღებს კიევიც. უკრაინის არმიამ რუსეთში რიაზანის, სარატოვის და ბრიანსკის რეგიონებზე უპილოტო აპარატებით მასშტაბური შეტევა განახორციელა. რიაზანის ოლქში თავდასხმის შედეგად ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, რომელიც როსნეფტის შემადგენლობაში შედის. რიაზანში თავდასხმა ასევე განხორციელდა თბოელექტროსადგურზე. უკრაინის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავებმა ასევე სცადეს შეტევა ენგელსის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე სარატოვის ოლქში და კრემნის ქარხანაზე ბრიანსკში, რომელიც ჩიპებს აწარმოებს. უკრაინის არმიის შეტევის სამიზნე რუსეთის 13 რეგიონი იყო, მათ შორის კურსკის, როსტოვის, მოსკოვის, ბელგოროდის, ვორონეჟის და ტულის ოლქები. რუსეთი ცდილობს განაგრძოს აგრესია და ოკუპაცია. ენერგორესურსები, კერძოდ ნავთობი, წარმოადგენს მშვიდობისა და რეალური უსაფრთხოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გასაღებს. ევროპამ მეტი უნდა იმუშაოს ენერგორესურსებზე შეერთებულ შტატებთან და სხვა გლობალურ პარტნიორებთან და არა რუსეთთან. მთავარია არ შევანელოთ ტემპი და ზეწოლა განვახორციელოთ რუსეთზე, იმ ერთადერთ სუბიექტზე, რომელსაც სურს ეს ომი და რომელიც პასუხისმგებელია ამ ომზე. ის რომ უკრაინის ომი უნდა დასრულდეს, ეს სხვადასხვა ფორმატში რამდენჯერმე გაიმეორა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. ტრამპი უკრაინის საკითხს დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე დისტანციურად გამოსვლისას შეეხო და განაცხადა, რომ საუდის არაბეთმა და ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციამ ნავთობის ფასი უნდა შეამცირონ, რაც უკრაინის ომის დასრულებას ხელშეუწყობს. კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა შეძლებისდაგვარად სწრაფად შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს. შემდეგ კი Fox News-თან ინტერვიუში ტრამპმა ორივე ლიდერი გააკრიტიკა. თუ ისინი მალე არ მოაგვარებენ ამ ომს, მე ვაპირებ რუსეთს დაუწესო უზარმაზარი ტარიფები და უზარმაზარი გადასახადები და ასევე დიდი სანქციები. და მე არ მინდა ამის გაკეთება. იცით, მე მიყვარს რუსი ხალხი. არ მინდა ამის გაკეთება, მაგრამ ეს ომი უნდა დავასრულოთ. ზელენსკი სურს მოგვარება. მას არ უნდა დაეშვა, რომ ეს მომხდარიყო. იცით, ის არ არის ანგელოზი. პირველ რიგში ის ებრძვის ბევრად უფრო დიდ სუბიექტებს. ისინი მამაცები იყვნენ, მაგრამ ჩვენ მათ მილიარდობით დოლარი მივეცით. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ევროპაზე 200 მილიარდი დოლარით მეტი დახარჯა. უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას აცხადებს ვლადიმირ პუტინიც, თუმცა თავისი პირობები აქვს. რუსეთის პრეზიდენტის პირობაა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა უნდა მოხსნას აკრძალვა მოლაპარაკებებზე. შემდეგ კი გათვალისწინებული უნდა იყოს რუსეთის ინტერესები. პუტინმა აღნიშნა, რომ პირველი პრეზიდენტობის დროს ტრამპთან საქმიანი, პრაგმატული და სანდო ურთიერთობები ჰქონდა. და მე არ შემიძლია არ დავეთანხმო მას, რომ პრეზიდენტი რომ ყოფილიყო 2020 წელს გამარჯვება რომ არ მოეპარათ, მაშინ შესაძლოა არ ყოფილიყო უკრაინის კრიზისი, რომელიც 2022 წელს წარმოიშვა. უკეთესი იქნებოდა დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე. შევხვდეთ და მშვიდად ვისაუბროთ ყველა იმ სფეროზე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს და რუსეთის ინტერესს იწვევს. ჩვენ მზად ვართ, მაგრამ ვიმეორებ ეს პირველ რიგში ამერიკის ამჟამინდელი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებსა და არჩევანზეა დამოკიდებული.
უკრაინის ომის დასასრულებლად დონალდ ტრამპი ჩინეთის მონაწილეობასაც საჭიროდ მიიჩნევს და პეკინს მოუწოდებს ჩაერიოს კონფლიქტის დასრულების ძალისხმევაში. ვაშინგტონი და მოსკოვი დიალოგის მზადყოფნას გამოთქვამენ, რაც ქმნის ალბათობას, რომ შორეული მოწოდებების შეხვედრებში და პრაქტიკულ მოქმედებებში გადაიზრდება.